ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამას ხიათ არ ამბობს, მაგრამ პრინციპში ამას ამბობს, რომ ნატო არის არაფრის მაქნისი ორგანიზაცია. ნატო არის არაფრის მაქნისი სტრუქტურა. ნატო ვერავის ვერ დაიცავს და რუსეთიც გულახდილებით თუ ვიქნებით, ხო, ცდილობს, რომ ნატო წარმოაჩინოს სწორედ ასეთ უნარო სტრუქტურად, უნარო ორგანიზაციად. და ქართული ოცნება კი, რუსული ოცნება ბანდა კი ამბობს, რომ რაღა გვინდა ნატოში, თუ ის ჩვენ ვერ დაგვიცავს. ლოგიკური წინადადებაა, ხო, ქართული ოცნების მომხრეებო, ხო ასე ფიქრობთ? ნატო რამდენად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, ეს გამოჩნდება იმ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც უშუალოდ ნატოს ტერიტორიაზე შეინაცვლებს საომარი მოქმედებები. ანუ რუსეთი გათამხედდება და შეუტევს ნატოს უკვე ანუ არა უკრაინას, არამედ ნატოსში უკვე მყოფ ქვეყანას. თურქეთს რო ვერ შეუტევს, ეს ხო გასაგებია. ვის შეიძლება შეუტიოს პოლონეთს? გაუჭირდება მეთქი, იმიტომ რომ პოლონეთი ძალიან მძლავრი სახელმწიფოა, ძალზე მძლავრი სახელმწიფოა, ევროპის მასშტაბითაც კი. ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა. უკრაინაზე პატარა, მაგრამ საკმაოდ დიდი. ბალტიის სახელმწიფოებს დიახ, ყველაზე უფრო ცუდი სიტყვაა ეს მოწყვლადი, მაგრამ ყველაზე უფრო სუსტები ნატოში, ხო, ყოველ შემთხვევაში რუსეთის ინტერესში რომელიც სახელმწიფოც შედის, მათ შორის ყველაზე სუსტი სახელმწიფოები, სწორედ ბალტიის სახელმწიფოები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად, რაც საკვირველია, რუსეთს ვერ გაუმკლავდებიან თუ რუსეთი დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს. ხო, ამაზე გამახსენდა, სად შეიძლება დაიწყოს რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები უახლოეს მომავალში, იმ პერიოდში, როცა ის აწარმოებს ხაზს უსვამს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მე გეტყვით ღიად, ვერსად ვერ დაიწყებს მეთქი. ანუ მას არ ყოფნის არანაირი ძალა, არანაირი რესურსი, რომ შეუტიოს ასე მაგალითად ხსენებულ ბალტიის სახელმწიფოებს, ან შეუტიოს ასევე ზემძლავრ, ამას ხაზგასმით ვამბობ, ზემძლავრ აზერბაიჯანსაც კი, რომელთანაც მას ურთიერთობა გადაეძაბა, მათ შორის ვერ შეუტევს იმის გამოც, რომ აზერბაიჯანი თვითკმარი სახელმწიფოა და ალიევი თვითკმარი ლიდერია, მაგრამ გარდა ამისა, გარდა თვითკმარობისა, ალიევს ზუგ-ზუგან დგას ესე მახში მეთქი, მახშურად რო დადის ახლო აღმოსავლეთსა და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, ეს არის რეჯეპ ტაი ერდოღანი და აი რეჯეპ ტაი ერდოღანთან გადაკიდება კი რუსეთს არ აწყობს. ნუ რომც აწყობდეს, კვლავ ვიმეორებ, რუსეთს არ აქვს მოცემულ ეტაპზე არანაირი რესურსი, რომ მან მეორე ფრონტი გახსნას ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიბოდი შეცხადია. ჩვენ სულ მუდმივად, აი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ შვიდობიანი გზით უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიო თითქოს და ნამდვილად თუ გდებავთ ასე ვიტყვი, სწორი მოსაზრებაა ეს. არ უარყოფ ამას, პირიქით შვიდობიანად უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენ სინამდვილეში, თუმცა თუ რუსეთი წყალობას არ გაიღებს შვიდობიანად დაბრუნება, როგორც ასეთი წარმოუდგენელიად, ხოლო რუსეთი ყველაზე დასუსტებულიც კი თუ შენ არ გამოიჩენ ნებას და არ აწარმოებს სათანადო პოლიტიკას, მათ შორის საერთაშორისო სათანადო პოლიტიკას, ხო? რუსეთი ამ ნებას ვერ გამოიჩენს და არ გამოიჩენს. ანუ რუსეთი ყველაზე დასუსტებულიც კი იძულებული უნდა იყოს, რომ დაგითმოს აფხაზეთი და მასში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მაშინაც კი ფრიად გაგიჭირდება შენ ამ ტერიტორიების რეინტეგრაცია შენ სივრცეში, შენ უნდა იყო ამისთვის მზად საკანონმდებლო თვალსაზრისით, უნდა იყო მზად ახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით, უნდა იყო მზად სამართლიანად და სამართლებრივად ამ საკითხების გადაწყვეტა ეკონომიკური თვალსაზრისით, უამრავ. აი ხვალ რომ დაგიბრუნდეს აფხაზეთი, აი მარტო აფხაზეთზე რო ვილაპარაკოთ, შენ მზად ხარ კი ისეთი ინვესტიციები განახორციელო, ცენტრალიზებული ინვესტიციები, რომ იქაური საზოგადოება სოციალურ საკითხებზე არ ახტეს. ეხა რუსეთს რო ვერ უბედავენ, ან ნაკლებად უბედავენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე ემანდ რუსეთმა დაგიბრუნოს, ასე არ გააკეთებს, არ გიხდება გალში თუ სოხუმში თუ ბიჭვინთაში თუ გაგრაში თუ ოჩამჩილეში. კარგი. ანაკლი სპორტის სხვაშორის ამიტომ იყო ერთ-ერთი საინტერესო ხიბლელი პროექტი. მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ ახლა, იმიტომ რომ გზა
და გზა არ ამებნეს და სხვა თემაზე არ ვილაპარაკო. მოკლედ, ნატოს სახელმწიფოებიდან ყველაზე სუსტები არიან მაინც ბალტიის სახელმწიფოები და მე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რუსეთს მიუხედავად იმისა, რომ სუსტები არიან, რუსეთს მათი წინააღმდეგ გალაშქრების შესაძლებლობა მოცემულ ეტაპზე არ აქვს, კვლავ ვიმეორებ მოცემულ ეტაპზე და არა საერთოდ. საერთოდ რუსეთი თუ მოფერიანდა ამოისუნთქა, უკრაინაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, კონფლიქტი გაყინა, იქ რაღაც ტერიტორიების შერჩა, მერე მოძლიერდა, 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და ასე შემდეგ, ბალტიის სახელმწიფოებს კი არა. პოლონეთსაც კი შეუტევს მეთქი, ასე ვიტყვი და ვინც ის იქნება ფინეთსაც კი დაარტყას, როგორ გაბედე შენ 2023-24 წლებში ნატოს წევრი რად გახდო, ნატოში როგორ შეხვედიო, ხო? ვინც ის იქნება ეს გააკეთო კიდეც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონვენციური ომი რო არ არის და ვერ იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰიბრიდული ოპერაციები არ იქნება წარმოებული რუსეთის მხრიდან. პაპუაშვილს კი არ შეჯერა, რომ რუსეთი მძლავრი სახელმწიფოა და მას აგენტურა ხავს, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ ელიტებში ევროპის ცალკეული სახელმწიფოებისა. აგენტურა შეიძლება ხმამაღლა თქვა, ანუ ისინი ვისაც ეყრდნობა, მაგრამ ლეპენს ეყრდნობოდა რასაკვირველია, ხო? პოლონეთშიც ეყრდნობოდა არაერთ პოლიტიკურ ძალას, ხსენებულ პოლონეთში, ლატვიაში ეყრდნობოდა ლატვიის მოსახლეობის 45% მაინც არის რუსულენოვანი და ეყრდნობოდა რუმინეთში ეყრდნობოდა, აგე მოლდოვაში ახლა საპარლამენტო არჩევნებია, იქაც გამოიყენებს ხალხეულ პირებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რუსეთს ეს საცეცები გერმანიაშიც კი აქვს და გაგიბედავთ და გავბედავ და ვიტყვი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მეთქი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე რუსეთს ემუშავება, მაგრამ არც ის უნდა გვაგვიწყდეს, რომ არსებობს შრიოდერი, როგორც ასეთი, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო. და ამაზე პაპუაშვილ რუს უნებრივია პასუხი არ აქვს, ოღონდ შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ ეს კითხო პაპუაშვილ რუსს და არა იმ კითხვებით მიმართო, იმ კითხვებით კი არ მიმართო, რომლებითაც მიმართავს ეს ანგაჟირებული პროპაგანდისტური მედია. კარგით, ამასაც დავანებოთ, ახლა თავი უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. ახლა გავრცელდა კადრები ერთის მხრივ რუსეთიდან, რუსეთის ტერიტორიიდან და მეორე მხრივ ესტონეთის ტერიტორია. ანუ ეს ხო ძალიან ახლობდებარე სახელმწიფოებია და ესტონეთისა და რუსეთის საზღვარი არის ნარვა ივანგოროდის მონაკვეთი და ერთ მხარეს ისმის ოკუპანტების ჰიმნი, ფრიალებს რუსული და საბჭოთა დროშები, ჩანს თუ არა არ ვიცი. ეს უკვე ესტონეთის ტერიტორია. ხოლო მანამდე აგე პუტინ ხუილო გამოჩნდა და ეხლა მე მგონი კადრი გადადის. მე მგონი, ნახოთ. ისევ ესტონეთის ტერიტორია გამოჩნდა აბოდიში. თავიდან watch against დავაწყეთ. აი, ეს უკვე რუსეთის ტერიტორია, მანამდე რუსეთის ტერიტორია იყო. იქიდან რუსეთის ტერიტორიიდან ისმის ეს ისმის ეს პუტინის მაკებარი სიტყვები და საბჭოთა და რუსეთის ჰიმნი, ხოლო ესტონეთის ტერიტორიიდან ისმის ანტირუსეთული და ხალხი, ჩვეულებრივი ხალხი, იქიდანაც და აქედანაც მეთქი. არა, ესტონეთიდან ჩვეულებრივი ხალხი, ხოლო რუსეთიდან მოყენებული ხალხი ერთმანეთის აი მდინარე ყოფს მარტო მათ, ესენი არიან ერთმანეთთან შეპირისპირებული. რას აჩვენებს ამით პაწაწკუნტელა ესტონეთი რუსეთს? რუსეთს ეუბნება შემდეგ რამეს, რომ აბა თუ ბიჭი ხარ, მოდი და გადმოკვეთე ეს მდინარე და შემოგვიტიება თუ მაგარი ხარ. რუსები ერთ-ერთზე რო დაუდგნენ ესტონელებს, ისინი, ანუ რუსები რასაკვირველია გაიმარჯვებენ, ამას გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით. ესტონეთი ნატოს წევრი სახელმწიფო, შეუდარებლად სუსტია, ვიდრე ასე მაგალითად ხსენებული უკრაინა. უკრაინა ხო ყველაზე ძლიერია, მეთქი ასე ვიტყვი, მთელი ევროპის მასშტაბით, იმიტომ რომ მისი ჯარი გამოიწრთო ბრძოლის ველზე. მაგრამ არა თუ უკრაინა, არამედ ბევრ სახელმწიფოსაც კი და ნატოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს თუ არა უმრავლესობას მაინც ესტონეთის შეიარაღებული ძალები მომზადების დონითაც, რიცხოვნობის დონითაც, შეიარაღების დონითაც, ხო, ისინი ჩამორჩებიან, ეს არ ნიშნავს, რომ სუსტია ესტონეთი, მაგრამ სუსტია, აბა რა არის რუსეთთან შედარებით. რუსეთმა რო გადაკეთოს საზღვარი, რასაც ვერ ახერხებს კვლავ ვიმეორებ და არ მოახერხებს, იმიტომ რომ ვერ გარისკავს და ნატოს მეხუთე მუხლს ვერ გამოცდის და თავადაც არ ყოფნის ძალები. მაგრამ ემანდ რომ მოხდეს და რუსეთმა გადაკეთოს საზღვარი, ესტონელები არიან იმ
ბით იმ იშტაზე არიან, რომ თავადაც ვიდრე ნატო, როგორც ასეთი, როგორც ორგანიზაცია ჩაერთვება ამ კონფლიქტში, ხო? და ჩაერთვება, იმიტომ რომ მეხუთე მუხლი ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს დაიცვას ესტონეთი ერთი კონკრეტული სახელმწიფო, ესტონელებიც კი გაუწევენ წინააღმდეგობას და უკუაგდებენ მდინარის იქით რუსეთისაკენ სწორედ ხსენებულ ოკუპანტებს. ამის დადასტურებაა ეს. მაგრამ მე ამაზეც კი არ ვამახვილებ. ყურადღებას ბოდიში მე სიტყვას ვერ დავამთავრებ, მაგრამ ანუ მას შორის იმის გამო რომ YouTube-ის რეგულაციების ამეშინია მაფრთხობს, ხო? მაგრამ ესტონელები ამით აჩვენებენ, რომ ამ სიტყვას კი ვიხმარ, დავიწყებ კია, რომ ესტონელები არ არიან უკაცრავად ლიტერატურულად ვილაპარაკოთ და დავამთავრებ სიტყვას ჩაკუკულები. ისინი არ არიან დამფრთხალები. ისინი ამბობენ, რომ აბა თუ ბიჭი ხარ, წამოდი. წამოდი, იმიტომ რომ მე იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რომ მე წინააღმდეგობას გაგიწევ ნებისმიერ შემთხვევაში. ომი არ მინდა დამფრთხალი კი არ შევძვრები სოროში, არამედ წინააღმდეგობას გაგიწევ. ახლა ამ ყველაფერს სულ არ გავიხსენებდი, რომ არა ერთი ამბავი და ერთი კითხვა, რომელიც მე მაწუხებს და რომლის ადრესატიც არის არა de facto ხელისუფლება, მასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, არამედ ამის ადრესატი არის საზოგადოება და ამის ადრესატი არის საზოგადოების ნაწილი საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომლის მიმართაც როგორც ინსტიტუციის მიმართ და ინდივიდუალურად ყველა თუ არა ბევრი სამხედრო მოსამსახურის მიმართ მე ვადასტურებდი და ვადასტურებ და მომავალშიც დავადასტურებ პატივისცემას აბარა, მაგრამ კითხვა მაქვს ამგვარი, როდესაც ირაკლი ჩიქოვანს თავი დავანებოთ, ის თავდაცვის ხელმძღვანელია და მხოლოდ ვიცე-პრემიერიც ამავდროულად. ირაკლი კობახიძე ის მასაც დავანებოთ თავი, ის პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტია და მხოლოდ. როდესაც მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად წოდებული პირი, უმაღლესი მთავარსარდალი არ გასცემს ბრძანებას მიმართულებით თუ შინაარსით წინააღმდეგობა გაუწიეთ მომხდურს. თქვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებო რას აპირებთ? აი ამ შემთხვევაში რას აპირებთ? არა და მე გეტყვით, რომ მიზეზთა გამო და ამაზე ფრჩხილს ნუ არ გამახსნევინებთ, მიზეზთა გამო რუსეთს სჭირდება რა სადღაც გამარჯვება, ის ვერ შეუტევს აზერბაიჯანს, აკი გითხარით, იმიტომ რომ აზერბაიჯანი თვითკბარი სახელმწიფოა, ალიევი ძლიერი ლიდერია და მის უკან არის მახში ერდოღანი, ის ვერ შეუტევს ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას, პოლონეთს, ფინეთს და ასე შემდეგ. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისაკენ შეტევა მას სულაც არ სჭირდება, მაგრამ რუსეთს ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის პირობებშიც კი ჰიბრიდულად და კონვენციურადაც კი შესაძლოა დასჭირდეს შეტევა და დამარცხება ქვეყნისა, რომელსაც ქვია საქართველო და რომელიც იმიტომ არის დასასჯელი დამატებით ლურსმან ჩასაჭედი რუსეთის აზრით, კვლავ ვიმეორებ, რომ ოდესღაც ის წინააღმდეგობას უწევდა რუსეთს და რუსეთმა უნდა წარმოაჩინოს მსოფლიოს თვალში, რომ ეს ქვეყანა მობობღდა და ამ შემთხვევაში, როცა მიუბობღავთ, ის არ გვარტყავს, ბუნებრივია, მაგრამ რაღაცა არ მობობღავს ბოლომდე და agile spirit-ი არის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ არ მიუბობღავთ ბოლომდე, იმიტომ კი არა, რომ ბიზნა ივანიშვილი კარგია, არამედ იმიტომ, რომ ამერიკელებმა მოითხოვეს ერთობლივი წვნების გატარება და თქვეს, რომ ჩვენ აქ ამ ქვეყანაში ცენტრალური შუადერეფნის კონტექსტშიც და არა მხოლოდ ეს ქვეყანა ამ ქვეყანას დავიცავთ. რუსეთს სჭირდება აქ სამხედრო შესაძლოა დასჭირდეს აქ სამხედრო წარმატება და მე ისევ უბრუნდები კითხვას. სამხედრო მოსამსახურეებო, რომლებსაც მე უდასტურებ და მომავალშიც დაუდასტურებ პატივისცემას აბარა. რას ვაპირებთ პირველ პირში და არა მესამე პირში, არა მეორე პირში, რას აპირებთ, ან რას აპირებენ ისინი, არა ხო, რას ვაპირებთ ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ გულახდილად გეტყვით, აქ იარაღის არ მცოდნე პირიც კი, ვინც იარაღს აიღებს ხელში და ისვრისაც ჩაიდებს, არ მცოდნეს პირებიც კი აიღებენ იარაღს ხელში და ისინი მაქსიმალურ წინააღმდეგობას გაუწევენ. რა მიდასტურებს ამას, რა მიმანიშნებს ამისაკენ? მე გეტყვით რა. ადამიანები არ ტყდებიან ამ რუსულ რეჟიმთან. და მით უფრო არ წინააღმდეგობის პროცესში, აგი 50-55 სინდისპატი მაინდა მით უფრო არ გატყდება 550, 1560 თუ 9788 ადამიანი
იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი შემოჯლიგინდება სადმე და რაღაცა დონეზე წინააღმდეგობას გაუწევენ. პარტიზანულ ღია ოკუპაციაზე ვლაპარაკობ. აი, ამ პირობებში, როცა სახელმწიფოს გაუქმებაზეც კი შეიძლება წავიდეს რუსეთი და თქვას, ეს არ გამოსარიცხი სცენარია. მე არ ვამბობ, რომ ეს 100%-იანი სცენარია. ამ შემთხვევაში რას აპირებთ? თქვენ იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი მთავარსარდლად წოდებული ბანდიტი ყაველაშვილი, თავდაცვის მინისტრად წოდებული ჩიკოვანი, პრემიერად წოდებული კობახიძე და დე-ფაქტო მართველი ოლიგარქად არ წოდებული არამედ ნამდვილი ოლიგარქი ბიზნესმენი ივანიშვილი ბრძანებას იმის თაობაზე რომ შეაკავეთ როგორმე რუსები არ გასცემენ. ეხლა მე რო გითხრათ რომ მოდით ეხლა იარაღი აისხით მეთქი და ყაზარმები გახსენით და იარაღი გამოიტანეთ და დაგეგმეთ როგორც გინდათ მეთქი, ჩემგან ეს არასწორი გამოვა. რა საკვირველია, არავით არის უფლება არ აქვს, მაგრამ ამ კითხვაზე და არასაჯაროდ ხაზგასმით ვამბობ ამას, ამ კითხვაზე კი პასუხი გასაცემი გაქვთ. ან გვაქვს. ახლა მთავარი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა ეს? მე გეტყვით რომ არა, მაგრამ მეორე მხრივ არ გამოსარიცხია. სხვათა შორის მე არ გულისხმობ გულისხმობ რასაკვირველია პირველ ყოვლისა რუსეთს, მაგრამ ასევე გულისხმობ რუსეთს კავკასიის კონტექსტში. დიახ, არ მიქნება კონვენციური ომი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად იმისა, რომ გადაიძაბა, მაგრამ რუსეთმა შეიძლება ჩვენ ამათი უნიათობის ბანდიტების მზაკრობების გამო გადაგვყიდოს აზერბაიჯანსაც. რომ იცოდეთ მაინც და იქ პროვოკაციები მოაწყოს თავად, რომ იცოდეთ და თავად ისეთ ნაბიჯებზე გადადგას, რომ მათ წინააღმდეგ, ან რუსების წინააღმდეგ ჩვენ იარაღი ჩვენ ტერიტორიები გქონდეს დასაცავი. ახლა ამის იგივე ჭხილებს თუ არ გამახსნევდეთ, იმიტომ ძალიან რთული ურთულესი თემა. აი ეს კითხვა მაწუხებს მე. ყველაფერი მოგრჩება უკან, ოღონდ რომ ვიცოდეთ და შეერაღებულმა ძალებმა უნდა იცოდეთ, თქვენ გაუქმებთ, თქვენ ფუნქციას აუქმებს, თქვენს მისიას, თქვენს დანიშნულებას, თქვენს საქმიანობას და ასე შემდეგ აუქმებს ბიზინა ივანიშვილი და ბარემ გეტყვით ერთი ამბავი. ბიზინა ივანიშვილი თუ ამ პროცესებს მოიგებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ მაინც ბიზინა ივანიშვილი აღარ ვილაპარაკებ იმაზე, რომ აპირებს კონფედერაციას, აპირებს საქართველოს ნეიტრალიტეტს შესაბამისად რიცხოვნობის შემცირებას ქართული ჯარისა თუ საერთოდ გაუქმებას არა და ასე შემდეგ ნეიტრალიტეტს კონფედერაციას ბევრ სიავეს და საქართველოს ჯარის პრაქტიკულად მიუქმებას. ანუ თქვენი დაახლოებით 30,000 სამხედრო მოსამსახურის უსაქმოდ დატოვებას. უსაქმოდ, ანუ რაც იცით, იმის გარეშე დატოვებას. ეს რასაკვირველი რუსეთის შეკვეთაო, ვინმე მეტყვის და მეც რასაკვირველია მომხრე კი არა, ამ აზრზე ვარ, რომ ეს რუსეთის შეკვეთაა. რუსეთს არ უნდა კავკასიის რეგიონში არც ერთი ქვეყნის ჯარი და მით უმეტეს არ უნდა იმ ქვეყნის ჯარი, რომელიც მას წინააღმდეგობას უწევდა და უწევს. და ყველაფერს გააკეთებს რუსეთი ამისთვის. მაგრამ შინაგანად ბინა მიღებულებმა და დაკმაყოფილებულებმა კარგია ეს. ხო, მაგრამ ეს არ არის თქვენი მთავარი საზრუნავი კი არა საფიქრალი არ უნდა ყოფილიყო და არ უნდა იყოს, ხო? ბინა მიღებულება და კმაყოფაზე მყოფება მაღალ თუ საშუალო ხელფასიანებმა უნდა კარგად გაიგოთ, რომ ეს გზა ეს ამბავიც არ არის გამორიცხული და ისიც უნდა გაიგოს, რომ თქვენი მთავარი მისია, ფუნქცია არის საქართველოს დაცვა იარაღით და არა არ დაცვა და შესაბამისად მორჩილება. თული თემა, უდაოდ არ გამართობ, მაგრამ მაინც. ნაღვამის.